გლდანის ამ სკვერში 75 წლის იურა ქართველიშვილს მტრედების გარემოცვაში ხშირად შეხვდებით. მისი დღის ნაწილი ამ ადგილას მათ კვებაში გადის. ეს განსაკუთრებული მეგობრობის ისტორია უკვე მესამე წელია გრძელდება. მე ამის სიამოვნებას ვგრძნობ, გულსაც ვაყოლებ, ეხლა პენსიონერი ადამიანი ვარ ეხლა და მეტი საქმე მე არაფერი არ მაქვს. ძალიან მინდოდეს საქმე, შეძლებაც აღარ მაქვს იმდენი და ვირთობ თავს, ვისვენებ, რასაც ვქვი ეხლა. ნერვებს ვიწყნარებ და მაწყნარებს ძალიან. ქუთაისში ცხოვრობდა, ახლა თბილისშია, შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილის გვერდით. ფრინველებთან მეგობრობა მისთვის უცხო არასდროს ყოფილა. მტრედები ჯერ კიდევ ქუთაისში ჰყავდა მოშინაურებული. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი ეს საყვარელი ჩვევა აქაც არ დაივიწყა. თვითონ თუ მიაწოდებ, როგორც მე ვაძლევ, ნახე, აი ასეთ თვითონ მიაწოდე, ჩემთან აქ ყურადღება აქეთ ამათ და ბევრჯერ მიაწოდე და შეჭამე. ოპა. ეს დიდია ბაბამს ვეღარ გადაყლაპავს. ეს ამბავი ასე დაიწყო. ეზოში ჩასულმა შენიშნა, რომ ამ უბანში ფრინველებს ყველა აჭმევდა. ისიც აჰყვა ამ საერთო ჩვეულებას. ერთ მშვენიერ დღეს კი გადაწყვიტა, რომ მტრედებისთვის უკეთესი საკვები ხორბალი მიეტანა. როგორც თავად გვიყვება, ამის შემდეგ დაიწყო მათი მეგობრობა. აქ ახლა სამეზობლოს ყველას გამოაქვს ახლა საჭმელი, აწმევენ ამას. ჩემთან რომ მოდიან და მე რომ ესევიან, ასე არც ერთთან არ მიდიან. ეს სამეზობლოს უკვე თითქმის ყველა მიცნობს, მე აქ და რომ მოაქვს საკვები, თუ კი ვარ, მე აქ ხოძი, მე მაძლევენ ეს ხალხი ამ საკვებს და მე მეუბნებიან რომ აჭამეთ და მეც ვაჭმევ და მის მიერ ესე იგი ისეთი მიჩვეულები არიან, რომ ახლა კი ხედავთ თქვენ თვითონაც როგორც არის აქ. სამეზობლოს რო გამოაქვს, დაუყრიან და მიდიან, ხო? მე აქ ვზივარ. ხო და ისე ვაჭმევ ხოლმე და მიტომ მოდიან. ზედაც რო გავიარო ეხლა მე აქ და დამინახავენ ესენი იმ წუთში მოფრინდებიან ჩემთან ხოლმე. იმდენად ცნობენ რა. იმდენად ურთიერთობა ხშირი მაქვს ახლა ამათთან და ცნობენ. რო ვაწმევ საკვებს და რაღაცა რო გამომელევა უკვე საკვები და ხო უნდა წავიდე მივდივარ მომყვებიან ნელ-ნელა კუჩში რასაც ქვია ესენიც საყვარლად რასაც თითოეულ მტრედს იცნობს, განსაკუთრებულად კი ერთზე ზრუნავს. ეს მტრედი არის ცალფეხა და განსაკუთრებულად მიტო აქცევ ამას ყურადღებას რომ იჯაბნიან ესენი რა ქვია ეს ეჩხუბებიან ერთმანეთს და ეს როგორც ცალფეხა იმდენად ვერ უჭირს უახლოება ჩემთან, მაგრამ ხშირად ესე მუხლზე დამაჯდება ხოლმე, მაგრამ მეორე საღი მტრედი ეჩხუბება და აგდებს ძირს ხოლმე. ეს არის. შო მეტი აღარ ამბობ, კარგი. იურა ბაბუა ყოველდღე ამ პატარა ფრინველებთან ურთიერთობაში პოულობს სიხარულს და ცდილობს ეს გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. ბევრი ახლა აი ამ გზაზე გადის გამოდის და ყველა ყოჩაღ მიძახის ყველა და რა კარგი კაცი ხარ და ალბათ კეთილი ადამიანი ხარ და შენთან მიტომ მოდიანო ეს მტრედებისო. ყველას ურჩევ და ყველას ვეუბნები ახლა აქ პატარა ბავშვებიც ხშირად გამოყავთ და მოდიან ჩემთან და ახლა როგორც აი ბავშვებს ვაძლევდი პურს და აჭამეთ მეთქი ისე ყველას ვეუბნებია. ყველას ვეუბნები ხოლმე გამოუტანეთ ცოტა ის რა ქვია მადლია დაგლოცავთ ესენიც მეთქი და ესე ურჩევ ყველას რომ ესე იგი იყოს მოყვარული რა ამათი. როგორც ჩემთან არიან ეხლა მიჩვეული ეხლა ესენ ისე მიეჩვევა სულ ყველას. ხშირად რო აწვევენ. ის, რაც სხვებისთვის უბრალოდ ფრინველების გამოყვებაა, იურა ქართველიშვილისთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი და მტრედების განსაკუთრებული მეგობრობა კეთილმემტრედე ქალს გვაგონებს ყველასთვის საყვარელი ფილმიდან მარტო სახლში. თბილისის ამ პატარა სკვერში იურა ბაბუაც ჯადოსნურ სამყაროს ქმნის, რაც გვახსენებს, რომ ბედნიერება ხშირად სწორედ ასეთ მომენტებშია.